მოგესალმებით, მე ირინე ტორენჭაძე ვარ და დღეს ჩემი პოდკასტის სტუმარია პიროვნული ზრდის ტრენერი ნუგზარ ძიძიგური და ბატონო ნუგზარ დიდი მადლობა პირველ რიგში რომ ესტუმრეთ და აუცილებლად დავიწყოთ იმ სიახლით, რაც გვაქვს, რომ ახლოვდება კურსი თქვენი საავტორო, ეს არის ჯანსაღი საზღვრები და არასთქმის ხელოვნება. ესე დავარქვით ამ კურსს, თქვენ დაარქვით და მოდი ვთქვათ, ვისთვის არის ეს კურსი? რას ემსახურება? ჯერ ამით დავიწყოთ. მოგესალმებით ჩვენს მსმენელს, მაყურებელს და ვისთვის არის კურსი? ამით დავიწყოთ, რომ ეს კურსი არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც უმთავრესად განიცდის ისეთ ემოციებს, როგორიც არის წენა, მიუღებლობა, პრობლემები აქვს ოჯახში, ურთიერთობებში, ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, პარტნიორთან, საკუთარ თავთან, გარემოსთან, უმთავრესად მარტოსულობას გრძნობენ, წარსულს მიტირიან, მომავლის ეშინიათ, ერთგვარად დაძაბული არიან, ანუ ყველა ესეთი ადამიანებისთვის. ეს არის ერთთვიანი კურსი? ეს არის ერთთვიანი კურსი. კვირაში ორჯერ. კვირაში ორჯერ იქნება დავალებები, ეს კვირაში ორჯერ რაც ცოცხალი შეხვედრა იქნება და ყოველდღიური ჩართულობა. ანუ სპეციალური დავალებები, ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, რომ საკუთარ თავზე მუშაობ. გამოცდილება აჩვენებს, ეგ მუშაობის პროცესია მთავარი. ვინც მუშაობს საკუთარ თავზე, სერიოზულად მოყვება ამ პროგრამას, ანუ ორი რამ ჭირდება ადამიანს, ერთი არის მენდოს, ესე რომ თქვა, თუ მოდის და ფულს ეხდის და დროს ხარჯავს, მაშინ მენდოს გამოყვეს ამ პროცესს და ამ შემთხვევაში შედეგები არის. ჩემი გამოცდილება აჩვენებს ამას და დარწმუნებულიც ვარ ამ შემთხვევაში, რომ თუ ადამიანი იქნება გულწრფელი საკუთარ თავთან, გამოყვება პროცესებს, იმუშავებს თავის თავზე, აუცილებლად ცვლილება მოხდება. სხვანაირად არ შეიძლება. კი ბატონო. მოდით ახლა ეს კურსის ნაწილს რაც ეხება და ეს თავარი თემა რაც არის, ეს თემა ცოტათი გავშალოთ. აი ჯანსაღი საზღვრები, არასთქმის ხელოვნება, არასთქმა თითქოს უფრო გასაგებია. თუმცა ჯანსაღი საზღვრები რას ნიშნავს? ეს რაღაცა აღქმაზეა დამოკიდებული, რა არის ეს? საზღვრები რაღაც ისე. ხო, მოდი, იცით რა მაინტერესებს, რომ ვისთან ვავლებ ამ საზღვრებს და ვინ ავლებს ამ საზღვრებს? ამ შემთხვევაში საზღვრებზე რომ საუბრობთ, საზღვრებში ხდება ბევრი საზღვრები არსებობს. ამ შემთხვევაში არის პიროვნული საზღვრები, ფსიქოლოგიური საზღვრები, ესე ვთქვათ, ვისთან ვავლებ საზღვრებს? ვავლებ საზღვრებს ჩემს და სხვა პიროვნებასთან. ჩამოყალიბებულ პიროვნებას აქვს ჩამოყალიბებული საზღვრები. ჩამოუყალიბებული საზღვრები. მოდი რას ნიშნავს? თუნდაც აი ქვეყნებიც, რომ თქვათ, უფრო ფიზიკური ხარ. ჩამოყალიბებულ ქვეყნებსაც რომ დააგვერდია ჩამოყალიბებული საზღვრები ხომართალი. კი. და თანაც ესე ადვილად ვერ დავუყო. ვირღოს საზღვრებს აშკარად. ჩემს სივრცეში იჭრება დაჟინები. ხო და აი ჩამოყალიბებული საზღვრების დროს ასე ადვილად ვერ დავუყო საზღვრებს ხომართალი. ადამიანებიც ესე არიან. ვისაც აქვს ჩამოყალიბებული პიროვნული საზღვრები, უფრო დარწმუნებული არიან თავიანთ თავში, გადაწყვეტილებას ადვილად იღებს, უფრო თვითრეალიზებას ახდენს. ანუ შინაგანი ზრდა არის ხდის პროცესი. შესაძლებელია მე მიფიქრი ამ თემაზე, რომ აი საკუთარ თავთან, იმიტომ რომ მე როცა ვამბობ, მე პიროვნება, თუმცა ჩემ შიგნითაც და თითოეულ ადამიანს არის რაღაცა სხვადასხვა ასპექტები, ხო, პიროვნების. რაღაცა კი ვიხსვით რომ მთლიანობა გამთლიანდეთ, მაგრამ მაინც სხვადასხვა მე ვარ. და აი ჩემ შიგნითაც მე მაგალითად მქონია ესეთი გამოცდილება, რომ ჩემივე თავთან, ან ჩემი თავის რაღაც ასპექტთან ჭირდება რომ საზღვარი გავავლო. მაგალითად იმ ასპექტთან, რომელიც ძალიან კრიტიკულია ჩემივე თავის მიმართ და ვთქვა, რომ მოდი ხა ამის იქით მაცადე. აი ამაზეც თუ იქნება საუბარი. ნახეთ, საუბარი იქნება ყველაფერზე, რაც საზღვრებს შეეხება. თუმცა ისე რომ თქვა, თავიდან ჩამოვაყალიბოთ. ჩემი და სხვა პიროვნება. ანუ ჯერ ვსწავლობთ, ანუ განსხვავება რა შეეხება. ნახეთ, განსხვავება. ისწავლოს ადამიანმა ჯერ განსხვავება თავისი აზრების, ემოციების, სურვილების და ქმედებების, სხვა ადამიანის აზრებისგან, ემოციებისგან, სურვილებისგან, ქმედებებისგან.
ეგ ჩემია ის ხვისი ზოგს ეს აქვს ათქვეფილი ბავშვი ვერ ხვდება საერთოდ სად არის თვითონ სად არის სხვა საზღვრები შეგვიძლია ესე ვთქვათ პასუხს იძლევა შეკითხვაზე სად ვარ მე და სად არ ვარ მე ნახე სად არის ჩემი აზრები ემოციები სურვილები და სხვა ადამიანის აზრები ემოციები სურვილები ხშირად დარღვევა რომ ვთქვათ აი დარღვევა როგორი არის ეს განცალკავება დარღვეულია ადამიანი ვერ ხვდება თავის ემოციებს სხვებისგან ვერ ასხივებს უჭირს და დარღვევების სხვადასხვანაირი აი და რა პრობლემებს დის აი მაგალითად შევიწროებული საზღვრები ესე უნდა ვთქვათ განცალკავების დროს შევიწროებული საზღვრები სხვა ადამიანის ქცევაზე თვითონ განიცდის დანაშაულს და სერწყმს აი სხვა ადამიანი რაღაც ისე იქცევა რაღაცნაირად და ამას სხვენია ესეც არის დარღვეული საზღვრები ამ შემთხვევაში ამას ქვია შევიწროებული საზღვრები ან პირიქით გაფართოებული საზღვრები თავის ემოციებზე პასუხისმგებლობა გადააქვს სხვაზე. იმან მაწყენია, გამაბრაზა. იმან გამაბრაზა, ანუ თვითონ რაღაც ემოციას გრძნობს და პასუხისმგებლობა სხვაზე გადაიტანა. ეგ ყველაფერი არის საზღვრები. ნახეთ, ამიტომ კურსი, რომ ეს ერთვიანი სამუშაო მასალა, რომ ეგ თეორიულ დონეზე არ დარჩეს, ანუ კარგად ჩავორმავდნენ და უფრო ცხადად დაინახოს ადამიანმა. იმიტომ რომ ეს არის უპასუხისმგებლო მდგომარეობა. ანუ ადამიანს რაც უფრო აქვს ჩამოუყალიბებელი საზღვრები, პიროვნული, ფსიქოლოგიური, ის ასევე შინაგანად არის ბავშვი არის, შინაგანად ვერ გაიზარდა. ბავშვი არა, ხო. არა, პასუხისმგებლიანი არა, უპასუხისმგებლოა. ნახე, ადვილად იბუტება, წვიმს, გაღიზიანებულია, აბრალებს, დამნაშავეს ეძებს. ხო, ბევრი არის ახლა პრობლემები, აქვს და ეძებს დამნაშავეს. ოკეი, აი მე ვიცი, ვინ არის, ის არის და ანუ ერთ სიტყვით არის უპასუხისმგებლო ადამიანი, შედის სხვადასხვა არაჯანსაღ როლებში და იტანჯება, ეგ არის ტანჯვა, ეგ არის სიყვარულის დეფიციტი, მოფერების დეფიციტი, ერთგვარი დეპრივაცია. აი სამკუთხედზე რომ საუბრობთ, რომ ერთ-ერთ გადაცემაში ვისაუბრეთ ჩვენ ამაზე და მაყურებელ შეუძლია ის რომ ნახოს კარტმანის სამკუთხედი, დრამატული სამკუთხედი. მაგრამ ვთქვათ, რომ სხერპლი მოძალად და გადამრჩენელი ამ სამკუთხედზე. ხო, სხერპლი მოძალად და გადამრჩენელი, ამას სხვანაირადაც ეძახიან უბედურების სამკუთხედს. ანუ რეალურად ისე არაოფიციალურად, ნუ უფრო ისე შვერს კიდე, რომ დააფიქროს ადამიანი, კარგი არ არის. ხო და ანუ ადამიანი არ ცხოვრობს. არის ადამიანი ან ცხოვრებაში, ან საკუთარ თავში ცხოვრობს და იქ მიდის. სადომაზოხისტური მდგომარეობა, ანუ არაჯანსაღი მდგომარეობა. ანუ ადამიანი გადადის ისე დამანგრევალ როლში და ყველა დამანგრევალი როლი რომ ავიღოთ, აი სამზე დაყვანილი. გადამრჩენელი მსხვერპლი მოძალადი. ხო? ან მოძალადია, ან გადამრჩენელი, ნუ ამ როლებზე ახლა არ ბატონო, თქვენ ძალიან საინტერესო რაღაც ახსენეთ, რომ ეხლა არა ადრე ჩვენ შეხვედრების დროს რომ 95% ამ როლებში არისო. ეს მნიშვნელოვანი 90% სუმცირე. მოსახლე მართ საქართველოს ასე. ეს სუმცირე არის გარად ამ სამკუთხედში, ხო? და ფაქტობრივად არ არის კმაყოფილი თავი, ვერ იქნება კმაყოფილი, ვერაფრით ვერ იქნება, ეს გამორიცხულია უბრალოდ. ანუ შეგვიძლია ვიღოთ, ეს არის ორი სამყარო, გარეგანი, შინაგანი სამყარო, ხო? ერთ-ერთი ფსიქოლოგიური მომწიფებლობის ნიშანია, როცა ადამიანს გონია, რომ პრობლემის სათავე არის გარე სამყაროში. ამიტომ მას რომ პრობლემა გადაეჭრას, ვიღაცამ რაღაც უნდა შეიცვალოს. ეს არ ნიშნავს, რომ იდეალურია გარე სამყარო, მას გონია, რომ მისი მთავარი აქ არის. და ამიტომ მუდმივ ბრძოლაშია. და რეალურ ეს არის არასჯანსაღის გამოვლენა. სინამდვილეში პრობლემის სათავე, როგორც ასე, თუ სათავეზე მიდგა საუბარი და სათავესთან წავედით, ეგ შენშია. და უფრო სწორი არის შენში აღმოაჩინო, შენში რაღაც შეცვალო და გარეგანიც იცვლება. ანუ რეალურად გარეგანით არ იცვლება. ეს არის წრეებზე სიარული. შენში რაღაც შეცვალე და საოცრება მოხდა. ის რაღაც არის ზუსტად საზღვარი, ჯანსაღი საზღვარი. ეგ რაღაც, თუ რა არის ეგ რაღაც, კურსზე გავაკეთეთ რა არის ეს რაღაც.
აუცილებლად რადგან მაინც პოდკასტის ფორმატია, კიდე მექნება რამოდენიმე კითხვა, სანამ დავასრულებდეთ. აი ეს ყველაფერი რა თქმა უნდა დიდი ალბათობით იწყება ბავშვობიდან. მოდი ვთქვათ, რა ასაკიდან შემოდის უკვე ბავშვისთვის აი საზღვრების თემა. ჯანსაღად რო ვივარაუდოთ, რა ჯანსაღად ვითარდება ფსიქოლოგიურად ბავშვი, რა ასაკში უნდა დაიწყოს? საზღვრებს ახლა მთლიანად თუ ჩავღრმავდებით, გააჩნია ჩაღრმავების დონეს. თუ უფრო და უფრო ძალიან ჩავღრმავდებით, ბავშვობასაც გავწდებით და წინაპრებში გავალთ საუკუნეების წინ, ხო? იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფაქტორია. შეიძლება ჩემი წინაპარი განსაზღვრავდეს მე რამდენი ჯანსაღსაზღვარი. ერთ-ერთია ჩვენ ხო არ გავჩნდით აქ სამყაროში. ჩვენ ამ სამყაროში სანამ მოგვივლინეთ, გვაქვს ჯიში და ჯულაკი, დედის და მამის მხარე და მათი ჯაჭვი. ესე მარტივად არა. ამ დროს ისტორია, კულტურა, რწმუნებულებები, წარმოდგენები და ასე შემდეგ. ისინი ყველაფერი ერთად ეს მოდიოდა ეს ჯაჭვები და ეხლა ესეთი ფორმით შემოვედი ამ სამყაროში. ესეთი კარგი ვარ, ცუდი ვარ. მე ძალიან ვიცი, რომ ეს ჩემი ჯიში ჯილაკის თუნდაც რაღაცა პატერნების შევცვალო, ეხლა ხო, ეს სამუშაო პროცესია. ხო, ანუ შესაძლებელი არის. სანამ ადამიანი ცოცხალია, მოდი ესე ვთქვათ, ყველაფერი არის შესაძლებელი. არის ტრავმები, სიღრმისეული და უმრავლეს შემთხვევაში ამ ცხოვრებას არ ეკუთვნის. მოდი ასე ვთქვათ, წინაპრებიდან მოდის ესე უმრავლეს შემთხვევაში? კი, თუ სიღრმისეული ტრავმები, აი სერიოზული სიღრმისეული, იმას ისტორია ძალიან ისეთი აქვს, ესე მარტივი არ არის. სოქს რომ გონია რეაგირებს, მე ხვდები, ახლა ამის გამო ვარ ესე სიღრმისეულად რომ ვთქვათ, ეგრე მარტივად არ არის საქმე. მაგრამ ეს კიდევ ცალკე თემაა. იმიტომ რომ ფესვში რომ შევიდეთ, აი ყველაფერი შეცვალვა, გეცვლება ბევრი რაღაცა, მაგრამ ეს ცოტა სხვა თემაა. ჩვენ ამ დონის ჩაღრმავებას არ ვაკეთებთ, ეს სერიოზული პროცესია. მაგრამ ამისთვის მზად იქნება ადამიანი, მოდი ესე ვთქვათ. ეს შესამზადებელი, რომ არის უფრო კარგად გაცნობიერება. ადამიანი გაცნობიერება, კარგად ნახევრად გადაჭრილი საქმეა, ესე ვთქვათ. და საბოლოოდ ახლა ტრავმების ძირეული აღმოფხვრა და ასე შემდეგ. ეგ უკვე სხვა. ეგ ამაზე უკვე ცალკე სამუშაოა საჭირო. კი ბატონო, თუმცა აი მაინც რომ დაუბრუნდეთ, არ ვიცი რა დავარქვა ახლა თქვენი პასუხის მიხედვით, შეიძლება რა სიტყვა შევარჩიო, ალბათ უფრო მარტივ და გასაგებ ფსიქოლოგიას, რომ მაინც მიღებულია, რომ ბავშვობიდან მოდის ბევრი პატერნი, ხო? აი ბავშვობაზეც რომ შეფასების მთავარი ნაწილი, ნახეთ, ეს ადამიანი ჩამოყალიბებული საზღვრებით ასე შემდეგ. იქ ძალიან ბევრი კომპონენტია, მას თვითშეფასებასთან აქვს სამუშაო, რწმუნებულებებთან აქვს სამუშაო, ხო? და ბევრი რაღაცა არის გასაცნობიერებელი, რასაც ჩვენ ამ კურსზე ვეხებით. ანუ ამ კურსის ფარგლებში თუ ადამიანი კარგად გამოყვა კურსს, დიდ სარგებელს მიიღებს, ნარგად, ვიცი. ოღონდ უნდა გაყვეს ძალიან სერიოზულად. პირველ ადგილზე დააყენოს დანარჩენი სხვა პრიორიტეტი უნდა იყოს ეს. პირველ ადგილზე პრიორიტეტი არის რაღაც სავარჯიშოები, რომელიც მთელი დღის განმავლობაში აკეთებს. ანუ მთლიანად ამ კურსით არის მოცული. ანუ რეალურად 24 საათი მისი ცხოვრების გადაადგილების მუშაობის აზროვნების ამ კურსს ეკუთვნის და წერს ამ ყველაფერს. სპეციალურ ვარჯიშებს აკეთებს, რაც ეძლევა. და ამ დავალებებს აგზავნის, კიდევ მეც გადავხედავ, ვინც ჩართული იქნება კარგად. კონსულტანტს ადევნებთ. ხო, მარტო იმით არ იქნება მოცული ლექციები და შემოიფარგლება რა კონკრეტული შეხვედრით. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული მომენტები. ანუ ადამიანი აი უფრო კონკრეტულად დაინახავს, უფრო ჩავღრმავდება და თავისი რეკომენდაციები მიეცემა. ანუ რეკომენდაციებიც იქნება ყველას თავისი უნარიდან გამომდინარე. ჩვენ ყველა ვართ სხვადასხვანაირები, ყველას ცვლილების სხვადასხვა ტემპი აქვს. მოდი ასე ვთქვათ. ცვლილება დაიწყება, უბრალოდ ტემპი სხვა ამბავია, ხო? ზოგს უფრო სწრაფად არხევებს ვიღაცას უფრო ეჩვენება პროცესი. მაგრამ დაძრული იქნება პროცესი, ეგ გაცნობიერების. ბევრს გონია რომ ფიქრობს, ხო? ან საერთოდ ანალიტიკა იცის რა.
აზროვნებს, რაღაცას უნდა მიხვდეს. ნახე, ასეთ შემთხვევაში აქ მიხვედრილობა არა, ესეთ ადამიანს, ვისაც ჩამოუყალიბებელი საზღვრები აქვს. შინაგანი. ეს კი არ ფიქრობს. ფირფიტას ატრიალებს. ერთდაიმავე აზრებს ატრიალებს. 97% აზრების არის განმეორებადი ფუჭი და უსარგებლო. და ენერგია მიაქვს ტყუილ. ენერგია მიაქვს, იფიტება. ნახე, ენერგია იფიტება. ინდონეზია იფიტება, რომ თვითონ შიგნიდან გამომუშავებული ენერგია არ ყოფნის და ვამპირივითა გარემოს უნდა წაართვეს. და აქედან მოდის ეს როლებიც. ანუ ადამიანს არ ყოფნის სიცოცხლისთვის ენერგია. ენერგია და мотиваცია, ხო? ამიტომ აი დავიღალე, მომბეზრდა რა აზრი აქვს, რომ ამ ცხოვრებაში კარგი რა უნდა იყოს. და ამას მივყვართ იქამდე, რომ კარიერულადაც ესეთი ადამიანი უკან იხევს, არ მიდის ისეთ ნაბიჯებზე, რაც მას ეკუთვნის, რომ გადადგას ბევრ ფიქრში რეალურ შანსებს და შესაძლებლობებს უშვებს ხელიდან, არ ქმნის შესაძლებლობებს. პირად ცხოვრებაში შეიძლება რაღაც ამ ტოქსიკურმა გავლენებმა რაღაცნაირად უკმაყოფილების რაღაც საფუძველი შეუდგას. ხო, ანუ ყველა სფეროზე გადადის ეს მოცემულობა. რა თქმა უნდა. ეს მოიცავს ცხოვრების ყველა სფეროს. უბრალოდ რომელიმე სფეროში უფრო გაძლიერებულად აღარ იქა კონცენტრაცია ასე შემდეგ. მაგრამ მუზეუმებს ყველა სფეროს. და აქ მოსულ ადამიანებს აი თითოეულ შეიძლება რომ აი რაც თვითონ აინტერესებს რა სფეროც, სადაც უნდა რომ რაღაც ამოქაჩოს, ის წამოწიოს წინა პლანზე, ასე ვთქვათ და აი იმ მიმართულებით იქნეს მუშაობა. საერთოდ უმჯობესია ყველაზე მეტად სადაც უჭირს, იქიდან საერთოდ უნდა დაიწყოს, სადაც ყველაზე მეტად გიჭირს. აი აქედან. და ამაზე რა უპირატესობა აქვს ჯგუფში, იმიტომ რომ ეს იქნება ჯგუფური, ხო? ნუ იქნება დაახლოებით რაღაცა 10 და ნუ მაქსიმუმ 20 ადამიანი, ხო? სიტყვაზე ერთ ჯგუფში. აი რა უპირატესობა აქვს ჯგუფში მუშაობას ასეთ შემთხვევაში? ჯგუფში მუშაობას აქვს უპირატესობა, რატომ? ერთმანეთს ანახებენ დეფექტებს გვერდიდან. ირეკლავ, ხო? ჯერ ეჩვევიან გარემოს, ნუ თავიდან რაღაც დაწაფულობა ჯგუფია, ხშირად ამბობენ, რომ თითქოს ჯგუფი იქნება ინდივიდუალურად და ასე შემდეგ. ჩემთანაც რომ მოდიან, მეც გამოცდილებას აჩვენებს და მეც ვურჩევ, მოდი ჯგუფურად. წადი. თუ ძალიან მძიმე მდგომარეობა აქვს, შეიძლება ჯერ შემზადდე ჯგუფისთვის, მაგრამ ჯგუფი მნიშვნელოვანია. ჯგუფში საბოლოოდ დგება მიკროსოციუმი. ეს ერთგვარი მიკროსოციუმია, პრინციპში, რაც უფრო სხვადასხვა ტიპის ადამიანია, ეკარგია. რადგან ჩვენ ყველანაირი ტიპის ადამიანს ვეჯახებით ამ ცხოვრებაში. ამიტომ ეს მიკროსოციუმში ისინი თავიანთ დეფექტებს სხვადასხვა მხრიდან უყურებენ. და ჯგუფი რა დონეზე არის მომზადებული, იმის მიხედვითაც ექნებათ უკავშირები ამას უკვე მევმართავ ამ პროცესს. და ეგ ძალიან საინტერესოა, რომ გაუგნებულიც არის, რომ ისეთი რაღაცებს აღმოაჩენენ ხშირად, რაც ვერ წარმოედგინოთ. ხშირად არის, რაც სხვაში არ მოწონდა და აღშფოთებული იყვნენ და ეგ როგორ შეიძლება მე აღმოაჩენო, რომ თვითონაც არიან. ცოტა სხვანაირად და სხვა კუთხიდან, ეგრე თვითონაც არის მსგავს დეფექტები. ამიტომ სხვა ადამიანში უმთავრესად ჩვენ ვაღიზიანებს ის, რაც თვითონ გაგაჩნია. და არეკვა ატრიგერებს ერთგვარად და რაღაც ეხება. ნახეთ, რატო რაღაც ეხება და ვერ ისვენებ და აი შეტევაზე მიდის, რომ უკმაყოფილო ადამიანი. ეშინი ანუ რეალურად ეგ არის საკუთარი თავიდან გაქცევა. აი რატომ არის ყველაფერი, ხო? ადამიანი მიეჩვია ამ ბავშვობიდან საკუთარი თავიდან გაქცევას. გრძნობებიც, რომ თქვათ, ახლა კარგი და ცუდი გრძნობა, გრძნობა უბრალოდ ცუდს არ ქმნებენ იმას, რასაც მთელი ცხოვრება გავრბოდნენ. და ახლა ცუდს, თორემ თავისთავად გრძნობა ცუდი არა, ინფორმაცია ერთგვარი. ანუ ნეგატიური და პოზიტიური ემოცია არ არსებობს, ხო? გრძნობები თვითონ როგორ ემოცია არის, ინტერპრეტირება ინდივიდუალური, ხო? ეს რწმუნებულებებში გადის რაღაც ემოცია, სხეულით გამოვლინება. მსგავსია გრძნობები ემოცია, მაგრამ გრძნობა უბრალოდ ადამიანს რაღაც გრძნობები აკრძალული ქონდა ბავშვობაში და აკრძალული გრძნობების შემთხვევაში ემოციურად ინვალიდი ხდება. ანუ პრობლემები ერთ-ერთი აქედან მოდის.
რომ ადამიანს უჭირს ცხოვრობს შემდეგ, აი ემოციური ინვალიდობა ქვია, ანუ გარკვეული ემოციებს, ბევრი ემოციებს ვერც არ იქონს. რას გზობს არის? საზღვრების დარღვევა ერთ-ერთი არის, აი კონტაქტი ქვია ის. არის განცალკავება საზღვრებში და არის კონტაქტი ერთგვარი. კონტაქტის დარღვევა არის ესეთიც, რომ ადამიანს უჭირს თავის თავში ამოიცნოს ემოციები. რას საერთოდ ხო? ხშირად ეკითხები, რას გზნობ? რავი, ვარ რა. რა ვიცი, ხშირად იციან მარტო კარგად ცოდათ. რავი აბა, როგორ ხარ? რავი. ხო. როგორ იქნები? ამ ცხოვრების შემხედველი და всё, ანუ არა ის ძალიან წერი მარაგია. რას გზნობ? და რას გზნობ და სინამდვილეში არ იცის. იმიტომ რომ ტვინში ცხოვრობს. ტვინითან თეორიებით წარმოადგენებით. თეორიები წარმოადგენები და ეს მისი კი არა გარედან შემოგდებულია. და არის ბიოლოგიური რობოტები. ანუ თითქოს სული გამოაცალეს. ცოცხალი არა იტანჯება. და ადამიანი ვინც განიცდის, ხო? უნდა განიცდოს. არის ახლა განსაცდელს განიცდი. ემოციები ჩვენ გზნობები უნდა განვიცადოთ. ეს ფუნქცია არა გავლის. ანუ მან ისწავლა გაქცევა და არის როგორ განიცადეს. და ეგ არის ერთ-ერთი ძალიან სერიოზული პრობლემა. და ნუ ახლა სეპარაცია და განცალკავება ბავშვობა რა ის 3 წლიდან მიდის განცალკავება ასე იწყება ეს ცალკე თემა კიდევ. ამასაც შევხედით ჩვენ. უნდა ასე ორი სიტყვით ესე არ ეცნება. პრინციპში ადამიანი სრულწლოვანი რომ ხდება, მას უნდა შეძლოს ყველა მისმოთხოვნილება დააკმაყოფილოს. თუ ჯანსაღად არის აკმაყოფილებს, ანუ ამის უნარები კონდეს. მშობლები არიან დამხმარეები, ხელშემწყობები. მაგრამ მას აქვს უკვე გარკვეული უნარები არა პატარებში. ხშირად არის გახდა 20, 30, 40, 50 ისდები ადამიანი. და არის ვერც ემოციების ამოცნობა იცის, არც თავისი საზღვრებია, საზღვრებს ვერ ხდება სადაა თვითონ მისი, სხვისი, ანუ აზრზე არა ბავშვად. რა დაიცვას არ იცის რა აქ და ბავშვად არის დარჩენილი. არის პიროვნული საზღვრები და არის პასუხისმგებლობის ზონები, სოციალური პასუხისმგებლობის ზონები. აქ უკვე არის შეკითხვა, პასუხი შეკითხვაზე, სად არის ჩემი და სად არ არის ჩემი. ჩემი შენი, ეკაცა აგარეულია ხშირად. ეს ადამიანი ფსიქოლოგიურად რომ ის არის ჩემი შენი. ნუ ჩემი არის, ან თუნდა ნივთი ავიღოთ, რომ ჩემია მე შევიძინე, ან მოვიპოვე, ან გავაკეთე, ან რაღაცა. ემოცია და მეც საზღვრავ ამის წესებს, ამის გამოყენებას, რომ ჩემია. ეს შენია. და ჯანსაღში, არა ჯანსაღ შემთხვევაში, ანუ დარღვეულია, ან ზედმეტად გახსნილია საზღვრები, ან ზედმეტად დაბლოკილია საზღვრები. ზოგიერთი ერთი მეორე საზღვრებში იჭრება. ნუ აქაა მაგალითად გაფართოებული საზღვრები და დარღვევა, სხვის ტელეფონში იქეკები, ხო? რაღაცებს უმოწმებ, აქ ის ნივთებში იქეკები დაუკითხავად იღებს და ასე შემდეგ. იცი, ნივთებზე უფრო ადვილი ახსაქმელია რა, ჩემი ნივთი შედა. აი გრძნობებზე და ემოციებზე, ჩემი ემოცია, შენი ემოცია. ემოციები, აი რომ მოვიდა პარტნიორი შემოვიდა სახლში და შენ ჩვეულებრივ ხასიათზე ხარ და ის რაღაც ისეთ სახით შემოვიდა, ხო? არ არის ხასიათი და შენს გადმოგედა. და დროს ფიქრობ, არა არის და შენს განიცდი. ეს ფრიალური შემოვიდა, შენს გეხარია. ეს გავლენა, ანუ რეალურად, ეგეც საზღვრები ყველაფერი. ეს საზღვრები. ეს ყველაფერი საზღვრები. ახლა მარტივად რომ თქვა, წარმოიდგინე, შენ რას უნდა გრძნობდე, სხვაზეა დამოკიდებული. ხო, მაგრამ ეხლა ცოტა რა შეგეკამათოთ ახლა. აი, სიტყვაზე შემოვიდა ახლა ჩემთვის ახლობელი ადამიანი დაგრუზულია სუთხასიათზე და მე მე მაინც კარგად. ანუ ეს არის ჯანსაღი? ეს არის. ახლა ბევრი მაყურებელი ესე იფიქრებს ზუსტად, რომ რანაირად ახლა. ეს არის ირინა, ჩვენ მას ნასაუბრები ვარ. შავ-თეთრი აზროვნება, შეცდომები აზროვნებაში. უკიდურესობაში. ჩვენ რაღაცები გავლილი გვაქვს. ახლა ეს ხშირად არის ესეთი ერთ-ერთი ასევე დეფექტი, რომ შავ-თეთრად უყურებს ადამიანი, ან ისეა, ან თეთრია, ან შავია. ან უნდა განვიცადო, გავგიჟდე, გადავირიო, ან საერთოდ დავიკიდე. ხო, ან საერთოდ, ნუ მას გრადაცია და ანუ ბევრი რაღაცა არის. ანუ ადეკვატურად. სამყარო მრავალფეროვანია. ახლა ემპათია და თანაგრძნობა სხვა თემაა. ემპათია თანაგრძნ ადამიანს გაიგოთ მაშინ რა ხდება? ეს ჯანსაღია. ნახე?
მაგრამ ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მთლიანად ის გიწყვეტავს ემოციებს. ხო. თორე ემპათია და სიყვარული ეს მაღალი ისინია, დონეები. ანუ მეორე ადამიანის ემოციებით დაიწყო გამოყვება და საზრდოება, ეს უკვე არა ჯანსაღი. ნახე, ჯანსაღი, შინაგანად ჯანსაღი ადამიანი, უფრო მეტიც არა მარტო თავის თვითონ რაც გრძნობს ამას ხდება, სახელებსაც არქმევს და გამოხატვა შეუძლია. არამედ მას შეუძლია ამოიცნოს სხვა ადამიანში, თუ რაც გრძნობს მისი გრძნობები, სურვილები და შინაგანი სამყარო, ამის უნარიცა თვითონაც თავის თავში დააფიქსიროს და სხვაშიც რა ხდება ეს მაგალითად ემოციური ინტელექტი. და ხო, ემოციური ინტელექტთან კავშირი, ეგ არის ემოციური ინტელექტიც კლასიფიცირება გავუკეთო, სახელი დაარქვა, დაინახო, გამოხატო ემოციები, იყო ცოცხალი ემოციები, ადამიანის სანამ ცოცხალი აქვს ემოციები. ხო, ეგ ნორმალური ემოციები ცუდი არა, ცუდზე გარს. ცოცხალი ხარ, რა? ზოგს უბრალოდ არ შეუძლია, უნარი არ აქვს, დაბლოკილია. მარტო ტვინით მუშაობს და გული დაბლოკილია, სხვა ყველაფერი დაბლოკილია. ამიტომ უგროვდება, რაღაც უგროვდება და შემდეგ უნდა ამოხეთქოს. ხო, ანუ რაღაცა არაჯანსაღადა. და ეგეც ახლა უფრო ღრმათემებია, მისთვის შეიძლება კონსაკრებულად ცოტა ისებას. ცოტა მაგრამ ეს თემები იქნება ჩაშლა ჯერდება თორემ ეგ ყველაფერი რატომ ხდება, ამასაც ვეხები ჩვენ გავდივართ ხო? ანუ რეალურად ადამიანს უჭირს აი მთელი მიჯაჭვულობები, დამოკიდებულებები, თანადამოკიდებულებები ყველაფერი ამასთან კავშირშია. და ამ თემებსაც შეეხება. ამას ქვია ფსიქოლოგიური, ემოციურად არაჯანსაღი ადამიანი. და სწორედ ასეთი ხდება მე მიჯაჭვული და დამოკიდებული. ყველა მიჯაჭვულობები, დამოკიდებულებები აქ არის, ამ იმაშია. მიჯაჭვულია თითქოს გადაუჭრელი ჭეპლარი არის, ეგრეთ წოდებული. და ანუ ადამიანი, რომელიც ცხოვრობს სხვა ადამიანის ცხოვრებით. ხო? ყველას აქვს თავის ცხოვრება. თუმცა უამრავ ემპათია, ხო? თანაგრძნობა, სიყვარული, ეს მაღალი დონეები. სინამდვილეში ასეთ ადამიანს ეს არ აქვს. ნამდვილი სიყვარულის დონეზე რომ ახვიდე, მანამდე ჯერ კიდევ არის მიღებლობის დონეც არ არის. ადამიანს ვისაც აქვს მიჯაჭვულობები ამ რომლებშია და ჩამოუყალიბებელი საზღვრები და ასე შემდეგ, მაგ ადამიანს პრინციპში არ შეუძლია სიყვარული. ასეთ ადამიანს, რომელიც სიყვარულზე მეტი საუბარი, როცა ანუ თავისთავი ვერ შეუყვარებია, ვერ მეუღია. ვინც გიყვარს, იმას არ ენერგიულებ და არ აზიანებ. ამიტომ ადამიანი რომ ზის წოწუნებს, წყენა, გაღიზიანება, ეჭვი აქვს, შიშები აქვს, თვითგვემაში იმყოფება და ამ დროს პრეტენზია აქვს სიყვარულზე და თანაგრძნობაზე. როგორია შენ თავისთვის ვერ მიგეხედია, სხვას როგორ მიხედავ. ასეთი ადამიანი თავის თავს აზიანებს და მის გარშემო სხვებსაც. ბატონო გზა, აი ნახეთ, ძალიან ბევრს გაუჩნდება, ახლა ზუსტად ვიცი მაყურებელს ეგეთი კითხვა, რომ აი მეორე ადამიანმა რაღაც სიტუაციაში სამსახურეობრივი სამეგობრო არ აქვს მნიშვნელობა. რაღაც ისეთ რაღაც გააკეთა ჩემთან მიმართებაში, რომ მე მეწყინა, არ დამიმსახურებია, უსამართლოა და რას ნიშნავს, რა ჯანსაღი საზღვარი უნდა მქონდეს, რომ არ მეწყინოს, კაცო მეწყინა. აი ძალიან ბევრი ესე იფიქრებს. მაგრამ ასე წყენაზე არის ეს, წყენა ესეთი თემა, ბევრი შემოდის ამით, ხო, ძალიან ისეთი ტკივილია. ხო. აი, წყენა, ნაწყენი ადამიანი. ზოგი ნაწყენი მთელი ცხოვრება წლებში. აი, მთელი ცხოვრება მიყვება. საბავშვო ბავში რაღაც ეწყინა და მთელი ცხოვრება მიყვება ეწყინა. ყოველ დახსენებაზე აი, იტის და ეგ და რაღაც არის უკმაყოფილი. მოდი ესე ვიტყვი. ეს განმეორებადი წყენა გახსენდება იმავეს განიცდი და ამაზე მომტრიალ ასეთი ტიპის ესე ვთქვათ, ესა ბავშვის ემოცია. ზოგი ფსიქოლოგიურად ზრდასრულს ეს არ გააჩნია, ასე ვთქვათ, წყენა უმთავრესად არის ბრაზდები შენ თავზე, რომ შენი არაადეკვატორი მოლოდინები არ გამართვა. ადამიანი რაც უფრო ჩამოუყალიბებელია, შინაგანად ბავშვია, ქმნის უფრო არაადეკვატორ მოლოდინებს. ხშირად რომ დააგვერდე რაღაც ისტორიას რომ ყვებიან, რომლებიც პირველად მოხდა, არა, აბა მაშინ რა გიქნის? ანუ ადამიანს არ შეუძლია გამოცდილების მიღება. ერთ და იმავე წრეზე დადის.
აი ეგა ჩამოუყალიბებლობა. მოდი ესე ვთქვა, თუ პირველად ხდება რაღაც ჩემ ცხოვრებაში, ეგ არ გამოცდილება. ესე შეცდომა არა, ჩვენ რაღაც გამოცდილებებს ვიძებთ, ხო? ამ სამყაროში. პირად გამოცდილებებს. სხვები შეგვიძლია გამოვიყენოთ, პირადი გამოცდილებები მივიღოთ და ვიზრდებით, ვეცნობით ამ სამყაროს. აი, პირველად მოხდა, ხო? მეორეჯერ მეათედ ხდება, უკვე მე-20ჯერ ხდება და ისე ნაწყენია და ისე გაკვირვებულია და ეგ როგორ ისაა და ანუ თითქოს უკვე პირველად არა ხო და რით ვერ გაიგე და აქ არის ანუ გასარკვევი რა სინამდვილეში თავსიტყველებს ადამიანი არა ადეკვატურ მოლოდინებს იქნის და ესეც არაჯანსაღ საზღვრებამდე მივყავართ. კი, ამას და სინამდვილეში კიდევ უფრო რომ ჩავღრმავდეთ, თვითონ გეგმავს ამ ყველაფერს. ანუ ეს არის ის ბავშვი, რომელსაც გაზრდა არ უნდა. რატომღაც. ანუ ბავშვად დარჩენა სადღაც უფრო კომფორტულია. ხო? შინაგანად მას აქვს თავისი მეორადი საგებლები. თავისუფლება, რატომ არის ადამიანები თავისუფლებას გაურბიან სინამდვილეში. შინაგან თავისუფლებას. იმიტომ რომ ესა პასუხისმგებლობა. და ადამიანის პასუხისმგებლობა, ეს უკვე პასუხისმგებლობა შენ რომ ფორმაში იყო და ეს იყო ფუნქციონირებდა როგორც ზრდასრული. ან შიშს მარტივი არის, აი, სხვებს გადააბრალო, თითი გაიშორო, იმის ბრალი, ამის გამოა და ამ პარამეტრით იცხოვრო. და თუ დაჯდები, იწუწუნებ და მარტო დამნაშავეებს ეძებ, ამით თავისუფლებისგან ფაქტობრივად. წებერ წახვევა წაიწევდი ასე და არაფერი კარგი არ მოხდება. პირიქით. ეს არის დეგრადირება. ეს პროცესი არა მარტო ადგილზე დგომა, ეს არის დეგრადირების პროცესი. ანუ ადამიანი უკუღმა იზრდება. არის ასაკიც არის სხვადასხვა, არის ფსიქოლოგიური, არის ბიოლოგიური პასპორტჩერაც. ანუ რეალურად ასეთ ადამიანს შინაგანი ასაკი არ შეესატყვისება მის ნამდვილ ასაკს. და ეშინია ზრდასრულთა სამყაროში ფუნქციონირება. და ეს დასრულთა სამყარო თუმე არ არსებულა 10%-ია. ყველა ყოფილა ბავშვი და დეგრადირებული 90% ხო, მართალი 10% არის. ნუ ეს 10%-იც არ ნიშნავს. ჩვენი მიზანიც ალბათ ეს არის ამ კურსის თქვენი. ჩვენი მიზანი მე ვთავაზობ რას? რომოდიან, ხო? ნუ იქ ახლა თავისი მათამბობენ, მაგრამ მე კიდევ ვთავაზობ მოусმენ სხვებს. და ისინიც ეთქვიან თავიანთ სურვილებს, მოლოდინებს, ასე შემდეგ. და მე ვთავაზობ, რომ აუხსნი რაღაცებს, რომ გეგმა მინიმუმი, ეს მინიმუმი არის ამ 90%-დან გამოსვლა. და იმ 10%-ში ერთად რომ ვიყოთ. ანუ ესე არა ვიყოთ კიდევ რომ შავ-თეთრი როგორც ყველას აქვს რაღაც თავის დონე და იმ დონიდან იზრდება. რეალურად შედარებებით აზროვნებაც არაჯანსაღია, ვიღაცებს უბრალოდ რო ვედაროთ. ერთადერთი ვისაც უნდა შევადარო, მე ვარ წარსულში, მოდი ასე ვთქვათ. და ვიზრდება. იმიტომ რომ მხოლოდ სხვებზე კონცენტრირება ყოველთვის ნახავ უფრო უკეთეს უარეს და ასე შემდეგ. და ეს ზრდაც რაღაც თვითმიზანი არ იყოს. აი, რას მაძლევს ეს ზრდა? აი, რა ბენეფიტებია? ანუ განვითარება, ზრდა და განვითარება. მოდი ასე ვთქვათ, პიროვნული ზრდა და განვითარება. რას გაძლევს, რა ბენეფიტებია და ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ ადამიანი უფრო კარგად გაეცნობა თავის თავს, როგორც თუ საკუთარ თავს დაიწყებს საკუთარ თავში გარკვევას, ეს არის მნიშვნელოვანი. საკუთარ ემოციებში, აზრებში, სურვილებში, ცევებში, ასევე ჩვენ ვისაუბრებთ ჯანსაღ არაჯანსაღზე. როგორ განვასხვაოთ საერთოდ რას ნიშნავს ეს, ხო? ამ ყველაფერში რა არის ჯანსაღი, რა არ არის ჯანსაღი, გადაწყვეტილებების მიღებას ისწავლის, რომ თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები, მოიპოვოს შინაგანი თავისუფლება, ხო? თავისუფლება ორნაირია, გარეგანი, შინაგანი, ზოგს გარეთ ეძებს. მარტო ეგრე არა. არის ორი სამყარო, ხო? შინაგანი, გარეგანი. ჩვენ შინაგან სამყაროში რა ხდება, ეგ არის მნიშვნელოვანი. შენ შინაგანად თუ არ ხარ მზად, ვერ მიიღებ რაღაცას. საერთოდ რაღაც რომ მიიღო, ამისთვის მზად უნდა იყო. რა მოგეცეს? ხო, თორე ისე, არ არის შენთვის. ანუ სამყაროს არაფერი არ ენანება შენთვის. უბრალოდ შენ არ ხარ მზად. ხო, ანუ მზად იყო
ამ პროცესებისთვის იყო უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი, რომელიც პასუხისმგებლობას აიღებს თავის ცხოვრებაზე, ისე რეალური ზრდა იწყება იმ დროს, როცა ადამიანი პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ ცხოვრებაზე. აქედან იწყება ეს დასაწყისიერი, რომ მარტო ეს გასაგებია ახლა ეს ყველაფერი მოცემულობები, რა თქმა უნდა იდეალურად ბევრი რაღაცა არაა და ამაზე არ მინდა საუბარი არც გარესამყაროში და ასე შემდეგ. მაგრამ ჩემი ცხოვრება, ჩემი ემოციები, ჩემი ქმედებები, მე ვარ, სად ვარ, რას ნიშნავს პიროვნება და პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემ პიროვნებაზე. ნახე, აი აქედან ასეთი ადამიანი არა მარტო თავის თავს ცვლის, ის თავის თავსაც ცვლის, ამით ეხმარება ოჯახს ეხმარება, ამით ქალაქს ეხმარება, ქვეყანას ეხმარება, კაცობრიობას ეხმარება. ანუ ხო, ეს მასშტაბები და ამართლებს თავის ცხოვრებას. ჩვენ ვქმნით ამ სამყაროს, ხო? ქვეყანასაც ვქმნის. ცალკე ადამიანები ერთიანად შევადგენთ. და ყველას უნდა ვიღაცის ხელით გაკეთდეს რაღაც, ხო? შევადგენ. ეგეც არის ბავშვების მდგომარეობა. ყველა არის, რომ გადამრჩენელი მოვიდეს და აი ვიღაცამ გააკეთეს. და თვითონ რას აკეთებ, ხო? ვინ ხარ? ჯერ გაარკვევ ვინ ხარ, რას აკეთებ, რა ხდება. საკუთარი თავი გადააირჩინე. ხო, და თავიდან ჯერ შენ თავის ჩამოყალიბდი, ვინ ხარ, შენ თავის გადარჩენა ისწავლე და ასე შემდეგ. ნელ-ნელა. ანუ უფრო პასუხისმგებლიანი ადამიანი იქნება. უფრო თავის თავში დარწმუნებული იქნება, უფრო მიმღებლობა ექნება, უფრო სიყვარული ექნება, უფრო ემპათია ექნება. და ბედნიერების ხარისხიც მოიმატებს. ასე და ყველასთვის თვით რეალიზებისკენ მიდის. ცხოვრების აზრზე დაფიქრდება. ეს ყველაზე მაღალი არის, აი მისია, რატომ